მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს უღმეს მადლობა იმის რომ გამოწერილეთ ჩემი არხი იმის რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ ვინც ამიტომ გაგეცნობით მე ვარ კატო. დღეს მინდა გავაკეთო შემდეგი კვირის ენერგიები. წინაზე გავაკეთე და მგონი რომ საინტერესო იყო ადამიანებისთვის ვინც უყურებს ამ არხს და მოდით გავაკეთოთ შემდეგი კვირის ენერგიები როგორი იქნება ისევ ორ ვარიანტად და შევხედოთ 15 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით როგორი ენერგია იქნება. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მე მგონი ესე ჯობია დასტებით უფრო მარტივად აირჩევთ. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და ვნახოთ რა ენერგიები იქნება ზოგადი, ფინანსური, პირადი, რა უნდა მოერიდოთ და რა გაგახარებთ და რა თქმა უნდა რჩევა თქვენთვის კვირის განმავლობაში როგორ უნდა იყოთ და რანაირად. იმედია აირჩიეთ, მე მეორე ვარიანტს გადავდებ. პირველი ვარიანტი ვინც აირჩია, ნახოთ თქვენთვის. პირველი ვარიანტისთვის როგორი იქნება კვირის ენერგიები. ამას აქეთ დავდებ. ნახოთ. რას გეტყვის? როგორი იქნება? ზოგადად ნახოთ, პირველ რიგში, ზოგადი ენერგიები როგორი იქნება? რა თქმა უნდა, ფინანსური კუთხით, პირადი ურთიერთობების კუთხით, შემდეგ რას უნდა მოერიდოთ ამ კვირაში და რა გაგახარებთ? რა თქმა უნდა, თქვენთვის რჩევაც და შევხედოთ ზოგადი ენერგიები. ზოგადი ენერგიები საკმაოდ ესეთი ემოციური, რბილი, თბილი, ძალიან კარგი ენერგიების ქვეშ იქნებით, ვერ ვიტყვი რაღაც ესეთი მომენტი არის. აქ შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ისეთი სტაბილური, მშვიდი გარემო გელოდებათ ზოგად ენერგეტიკულად, ხო? ან თქვენი ენერგიები ხარ თქვენ როგორ მოიქცევით, ამასაც აქვს მნიშვნელობა, ხო? რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ საკმაოდ ისეთი სასიამოვნოდ შეიძლება იყოს კვირა, ყოველთვის არსებობს, ხო? რაღაცა პატარ-პატარა სიტუაციები, მაგრამ მაინც ეს სიტუაციები, ესე ვთქვათ, თქვენთვის გადალახვადი იქნება და შესაბამისად ენერგიებიც არ გიქნებათ რაღაც ისეთი დამძიმებული და რთული, ხო? ნახოთ აბა ფინანსური საკითხით. ფინანსური საკითხს რაც შეეხება, ნახეთ ფინანსური საკითხთან მიმართებაში მე ესე გეტყოდით, რომ მოგიწევთ შეიძლება ითქვას ცოტა გადალაგება, გადაფასება სიტუაციების. რაღაც მომენტში შეიძლება ხა ზაფხულია და შევეცადოთ გადავდოთ ხო თანხები ცოტა უფრო ხელმომჭირნეთ, დავხარჯოთ რაღაცა თუ ძალიან მნიშვნელოვანი არ არის და საჭიროება არ არის, ვთქვათ იმისთვის არ გამოვიყენოთ თანხები, ხო? რაღაცა ისეთ როგორი მომენტი არის ფინანსური კუთხით. შეიძლება არის ის მომენტი, როდესაც პრიორიტეტულად ვალაგებთ, ხო? კარგით, მოდი ზაფხული გადავწიოთ გვერდზე, მაგრამ პრიორიტეტულად ვალაგებთ, რომ რაღაცა მივედით იქამდე, რომ ჩემი ცხოვრება ცოტა უნდა შევცვალო და მოდი შესაბამისად მე გადავხედავ, ხო? ყველაზე მეტად რაში ვხარჯავ, რაში მეხარჯება, თქვა თანხები, ან ახალი სფერო რა შეიძლება გავაკეთო ისეთი თქვა დამატებითი სამუშაოს მდგომარეობა, ხო? აი რაღაცა ეს მომენტი არის აქ. ფინანსური კუთხით. ესე იგი სამი მაღალი არკანი მაქვს. ფინანსური კუთხით. ნახეთ, შესაძლებელია აქ იყოს ვიღაცისგან დახმარების მდგომარეობაც, რაღაცა სიტუაციები, როდესაც თქვა გჭირდებათ ცვლილებების შეტანა, ხო? ხო გეუბნებთ ფინანსური კუთხით, ახლა ვერ გეტყვით რომ აქ იქნება რაღაცა სასწაული ფინანსურად, აი რაღაცა შემოსავლები, რაღაცა უზომოდ დიდი რაოდენობის და ასე შემდეგ, მაგრამ აქ იქნება შემოსავლებიც იქნება, დახმარების ყილიც იქნება თქვენს მიმართ გამოწვეული, ანუ ადამიანი ვისი იმედით გაქვთ შეიძლება ვისთანაც რაღაცა ესეთი მომენტები გაკავშირებთ, რომ შეგიძლიათ თქვა ფინანსურად დახმარებას თხოვოთ, ან უბრალოდ იცის რომ გჭირდებათ რაღაცა და დაგეხმაროთ საჩუქარიც გაგიკეთოთ. ნახეთ, ცუდი პერიოდი ნამდვილად არ იქნება ფინანსურად, მაგრამ ეს არ იქნება რაღაცა ესეთი აქტიური და ძალიან ესეთი შემოსავლიანი პერიოდი. აქ უფრო
ხო გეუბნებით, გადაფასების მდგომარეობა უფრო იქნება ფინანსური კუთხით. აი, ნახეთ როგორი მომენტი, როდესაც მე ვიღებ უკვე ჩემ ფინანსურ ენერგიებთან ვიწყებ სწორ მიმართულებით მუშაობას და სწორად ვალაგებ რა, როგორ და რანაირად უნდა მოხერხდეს. ხო, სწორად ვაკეთებ ამ ყველაფრის მიმართულებას. აი ეს რაღაცა სიტუაციები ნამდვილად ძალიან კარგად იქნება. ნახოთ, პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით, პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით უფრო ფინანსების არკანი ამოვიდა და რაღაცა მომენტი შეიძლება ითქვას, რომ უფრო ფინანსურთან იქნებით რთული, ალბათ, როგორც ჩანს ეს ერთი კვირის განმავლობაში, იმიტომ რომ, ვთქვათ, რაღაცა ახალ სიტუაციებს, ახალ ვარიანტების მდგომარეობასაც გამოთხოვდეთ. პირადთან მიმართებაში, ნახეთ, აი პირადთან მიმართებაში, მოდით ესე ვთქვათ, პირადი ურთიერთობასთან მიმართებაში რო გითხრათ, რომ რაღაცა აქაც რაღაცნაირად აქტიური ფაზა ნამდვილად არ ჩანს, რაღაცა შეიძლება ითქვას ცოტა პატარ-პატარა სირთულეების მომენტი იყოს, იმიტომ რომ თქვენი რეალური სურათი ამ კვირაში იქნება ძირითადად თქვენი ფიქრები გადასული წინსვლაზე და უფრო აი ეს აქტიური შემოსავლებზე და მსგავს მომენტებზე, ამიტომ აქ როგორი მომენტია, იცით, აი პირად ურთიერთობაში შესაძლებელია პატარა საზღვრების მდგომარეობაც იყოს. ხო, საზღვრები უბრალოდ იმიტომ რომ ნახეთ, თქვათ, თქვენ დაგეგმეთ რომ გააკეთოთ რაღაცა კვლევა, ხო, თქვენ რაღაცა იდეა მოგივიდათ ახალი დამატებითი სამუშაოსთვის, დაიწყოთ ამაზე ორიენტირება და უბრალოდ აქ პირად ურთიერთობისთვის თქვათ, უთხრათ რომ იცით დღეს ვერ გამოვალ, იმიტომ რომ და ვერ შეგხვდები, იმიტომ რომ რაღაცა ჩემ კუთხით მაქვს სამუშაო, რაღაცას ვფიქრობ, რაღაცას ვაანალიზებ და ცოტა დისტანცირებული მომენტი იყოს, რამაც შესაძლებელია ესე ვთქვათ, ცოტა საზღვრების მდგომარეობა გამოიწვიოს თქვენთვის, ხო? თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ პირად ურთიერთობაში რაღაცა კონფლიქტური სიტუაცია იყოს და რაღაც ისეთი რთული მდგომარეობა იყოს, მაგრამ ეს იქნება სიტუაცია, როდესაც აი უბრალოდ მე გადავერთვე ჩემს წინსვლაზე, ხო, ჩემს კარიერაზე, ჩემს ფინანსებზე, ჩემს რაღაცა სხვა მიმართულებით დალაგებაზე. აი აქ ცოტა ეს მომენტი არის. რას უნდა მოერიდოთ ამ პერიოდში? ნახეთ, აქ უნდა მოერიდოთ იმას, რომ შესაძლებელია თქვენი მიზნები გაახმოვანოთ, გაახმაუროთ და რაღაცა გამოჩნდეს ესეთი ადამიანები, რომელმაც გითხრათ, რომ კაი რა, რას ამბობ, რას ლაპარაკობ, რაღაცა ეს არ გამოვა, ეს ვიღაცამ გააკეთა უკვე სცადა და არ გამოუვიდა, რაღაცა პრობლემები შეექმნა და ასე შემდეგ, ხო? აქ უნდა მოერიდოთ მესამე პირებთან საუბარს. ეს არა აქვს მნიშვნელობა, ნახეთ, შეიძლება აქ ცუდი კი არ უნდადეს თქვენთვის ვიღაცას მაინდა-მაინც და იმიტომ კი არ გეუბნებოდეთ, უბრალოდ მას აქვს იმის შიში, რომ თქვენ თვითონ ვერ გააკეთებს. აი ნახეთ რა მომენტი არის მომენტი, როდესაც ადამიანებს აქვთ შიში, თვითონ არ შეუძლიათ, თქვათ, პარაშუტით გადმოხდეს და თქვენს გითხრათ, რომ აი მე ეს არ გააკეთო, იმიტომ რომ რაღაცა ესეთი ანუ თქვენ თუ ამის ცოტა ესეთი მომენტია, ხო? ეხლა შენ რახან გეშინია გადმოხტომის, მეც ხო არ უნდა მეშინოდეს გადმოხტომის, მაგრამ მე არ მაქვს თქვათ სიმაღლის შიში, შენ გააქვს ეს სიმაღლის შიში და იმიტომ არ გინდა რომ გააკეთო ეს, მაგრამ მე ხო არ მაქვს ამის შიში. აი ნახეთ, აქ ყველაზე მეტად ეცადეთ იმას, რომ არ ისაუბროთ თქვენს გეგმებზე, არ ისაუბროთ თქვენს ფიქრებზე, არ ისაუბროთ იმაზე, რის ცვლილებას აპირებთ თქვენს ცხოვრებაში, რის გაკეთებას აპირებთ რაღაცებს, რასაც დაგეგმავთ აქ. ეცადეთ რომ ეს გეგმები მოდით იყოს ჯერ თქვენთვის და როდესაც დაიწყებთ უკვე მოქმედებას და როდესაც ყველა დაინახავს უკვე რა როგორ და რანაირად ხო არ არის საჭირო აუცილებლად ესე ვთქვათ ვიღაცას გაანდოთ თქვენი ფიქრები, განსაჯოთ, ისაუბროთ და ასე შემდეგ. ხო, რაღაცა კი, რჩევა არის მესმის, რჩევის მომენტი, მაგრამ ალბათ უნდა ხვდებოდეთ, ვის უნდა სთხოვოთ ეს რჩევა, იმიტომ რომ ახლა ადამიანს, რომელსაც თვითონ აქვს რაღაცის შიშები, ის ადამიანი ვერასოდეს ვერ მოგცემთ სათანადო რჩევას, იმიტომ რომ ის ყოველთვის იქნება ვაიმე
მდგომარეობაში, ამიტომ თქვენც ვერ მიიღებთ იმისგან იმ რჩევას, რომელიც მნიშვნელოვანია და თქვათ უბრალოდ ის კი არა, რომ დაფიქრდეთ, რომ აი მეც არ გავაკეთო, იქნება ჯობია მე არ გავაკეთო. არა, უბრალოდ ის პირიქით უნდა მოგცეთ მუხტი იმის, რომ აი მე ამაში შევცდი, მაგრამ შენ თუ ამაში არ შეცდები, უკეთესად გამოგივა ყველაფერი. ხო, აი ამ სიტუაციას ერიდეთ. რა გაგახარებთ? აქ შესაძლებელია კონკრეტულმა ადამიანმა და გაგახაროთ, ესე რომ ვთქვათ, აქ იმპერატორი ამოვიდა. რა გაგახარებთ? შესაძლებელია კონკრეტული ადამიანისგან იყოს რაღაცა საჩუქარი, რაღაცა დახმარება, სწორი რჩევა, ხო? ნუ აი მატერიალურად აქ დახმარების მომენტი იყო და შესაძლებელია ზუსტად ეს მომენტი იყოს ამ ადამიანთან მიმართებაში. რა გაგახარებთ? ნახეთ, აქ ერთი მომენტი არის კიდევ ის, თუ თქვენ რაღაცა ურთიერთობის მომენტებში პრობლემური სიტუაცია გაგახარებთ, ის რომ შესაძლებელია თქვენსა და თქვენ იმ ადამიანს შორის რაღაცნაირად მოგვარდეს სიტუაციები და დასრულდეს ის რაღაც კონფლიქტური მდგომარეობა და ნუ ცოტა ესე ვთქვათ, შესაძლებელია ის მომენტიც, რომ სახეც გამოჩნდეს ნებისმიერ ადამიანს და ყოველთვის ვიცახი ხოლმე, რომ ძალიან კარგია და სასიხარულოა, როდესაც იმაზე ადრე ჩდება ადამიანის სახე, ვიდრე თქვათ, შევალთ ძალიან ღრმა ურთიერთობაში. აქ იქნება მომენტი, როდესაც თქვენთვის რაღაცა ცვლილებების პერიოდი იქნება. შესაძლებელია ხოთ ვიღაცას ხო არ ყავს, შეიძლება ის იყოს ეს მომენტი, რომ ურთიერთობაში დიდად არ ყავს ხო რაღაც პარტნიორი, მაგრამ მის ცხოვრებაში ვიღაცა შევიდეს ადამიანი, რომელიც შეცვლის ხო რაღაცნაირად მდგომარეობას. ყოველ შემთხვევაში აქ არის კონკრეტული სიტუაციების მოგვარების მდგომარეობა. როდესაც რაღაცა ერთი კონკრეტული სიტუაციები მთავრდება და ახალი ეტაპისკენ გადავდივართ, ხო, რაღაცა ახალი მდგომარეობა. ნუ ეს ახალი მდგომარეობა შეიძლება ითქვას ვიღაცისთვის იყოს ის მომენტი, რომ პირიქით დასრულება გვინდა და დავასრულეთ და ახლისკენ წავედით, ვიღაცისთვის პირიქით მოგვარება, მოვაგვარეთ და ახლისკენ წავედით, ხო, ყოველ შემთხვევაში აქ არის მდგომარეობა, როდესაც განახლებას ვუკეთებთ ჩვენს ენერგიებს კონკრეტულ ადამიანთან. შესაძლებელია აქ ვიღაცისთვის სამსახურებრივი მომენტიც იყოს, ხო, ხა იმპერატორი შეიძლება უფროსის მდგომარეობა იყოს, რომელთანაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მოკლედ თქვათ, თუ ვერ მაფასებ, წავედი, თუ მაფასებ, პირიქით დავჭი და ანუ რაღაც მოგვარებადი, ნახეთ, გაგახარებთ ის მომენტი, სადაც თქვენთვის საჭირო მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების პერიოდი იწყება. აი ეს მომენტი. და რჩევა. რჩევას რაც შეეხება, ეცადეთ რომ ვიყოთ არა ორაზროვანი თქვენს თავთან და არ იყოთ რაღაცა ესე მომენტში რომ აი ბოლომდე არ ვიყოთ ჩამოყალიბებული, მინდა თუ არ მინდა, ყველა შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, ეს პირად ურთიერთობა იქნება, სამსახური იქნება, აი რაც არ უნდა იყოს, კარგად, ანუ ეს კვირა ეცადეთ რომ განსაზღვროთ, სად მიდიხართ და რას აკეთებთ. ანუ მოვიდა დრო გააკეთოთ არჩევანი და მოვიდა დრო რომ გააკეთოთ ისეთი არჩევანი, რომელიც თქვენთვის იქნება ხელსაყრელი, თქვენთვის იქნება საინტერესო, სასიამოვნო და თქვენი მომავლისთვის იქნება კარგი, ხომ? აი აქ რჩევაში არის ეს მომენტი, რომ მოვიდა დრო კაფიოდ გამოხატოთ რა გინდათ, სად მიდიხართ, ხო? არის ხანდახან ისეთი მომენტი, რომ ნუ არ ვიცით, ბოლომდე ვერ ვართ ჩამოყალიბებული რა როგორანაირად და აი რაღაცა გვაქვს ეს ბრძოლის მომენტი და ეხლა უკვე დრო არის რომ აღარ ვიბრძოლოთ, უბრალოდ მივიღოთ გადაწყვეტილება რა გვინდა, როგორ გვინდა და რატო გვინდა. აი ესეთი გამოვიდა ეს გაშლა, მე რა თქმა უნდა ვისურვებ წარმატებას და ბედნიერებას თითოეულ თქვენთანს პირველი ვარიანტისთვის. ვნახოთ მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტისთვის როგორი კვირა იქნება? მეორე ვარიანტისთვის როგორი კვირა იქნება ეს კვირა? 15 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ნახოთ. თქვენთვის როგორი იქნება მეორე ვარიანტისთვის. რა თქმა უნდა, ნახოთ თქვენი ზოგადი ენერგიები, ფინანსები, პირადი ურთიერთობა. რას უნდა მოერიდოთ?
რა გაგახარებთ და რა თქმა უნდა თქვენთვისაც რჩევა. ზოგადი ენერგიები. ზოგადი ენერგიები აქ რაღაცა პატარ-პატარა სირთულეებთან არის დაკავშირებული, შეიძლება ითქვას, რომ ცოტა მეტი პასუხისმგებლობების მომენტი საღება მოგიწევთ ამ კვირაში, ვიდრე ზოგადად თქვათ გაქვთ. ხო, შესაძლებელი აქ ვიღაცისთვის იყოს ის მომენტი, რომ რაღაცა თქვათ შვილები ყავთ და ექსკურსიების პერიოდია, თქვათ ვიღაცისთვის რაღაცნაირად ასვენების პერიოდია, შვებულების მდგომარეობაა და სადღაც გასვლა უნდა და ცოტა შეიძლება ვალდებულებები აიღოს და დაიმატოს, ხო, რაღაც. ნუ ყოველ შემთხვევაში ესე ვთქვათ, ეს კვირა ცოტა რთული იქნება, რადგან რთული, ნუ მეტნაკლებად რთული, ხო? ანუ ესე ძალიან ისეთ სირთულეებში ნამდვილად არის ამით, მაგრამ ცოტა მძიმე კვირა იქნება, შესაძლებელია ნახეთ კიდე რა მომენტი, თქვათ მუშაობთ, თქვენთვის უნდა აიღოთ შებულება შემდეგი კვირიდან ან რაღაცა და ნუ თვის ესე ვთქვათ უნდა ჩააბაროთ თქვენი დავალდებულებები, რომელიც აღებული გაქვთ, ხო, რაღაც პროექტები, რომელიც დასასრულებელი გაქვთ და საქმე უნდა გადააბაროთ სხვას, იმიტომ რომ ის თქვენი შებულების პერიოდი სხვამ გაუძღვეს, ხო? და ნუ ცოტა დატვირთული პერიოდი არის, ხო, რაღაცა სხვადასხვა საქმეებიდან გამომდინარე. აი ეს მომენტი არის. ნახოთ ფინანსური კუთხით. ფინანსური კუთხით, რაც შეეხება აქ მოდით ესე ვთქვათ, ფინანსური კუთხით აქაც ცოტა ესეთი სიტუაცია, ანუ როგორც ჩანს, ხარჯები უფრო მეტი გვაქვს ამ პერიოდში, ვიდრე ფინანსური შემოსავლების მდგომარეობა. ნუ რაც გვაქვს და ამას გავუფრთხილდებით, ვეცდებით. ყოველ შემთხვევაში ფინანსურად თქვენთანაც არის ის მომენტი, როდესაც დაგეხმარებათ თქვენი ადამიანი, დაგეხმარებათ თქვენი მეგობარი, პარტნიორი, ხო, რაღაც, ნუ აქ იქნება მზრუნველობის ხელი გამოწვდილი, არ იქნება ისე, რომ პრობლემების წინაშე დადგეთ, თუმცა ფინანსური კუთხით აქტიური პერიოდი ნამდვილად არც აქ არის, უბრალოდ რაღაცა ვუფრთხილდებით იმას, რაც გვაქვს, ხო, რაღაცნაირად ვცდილობთ, რომ გავუფრთხილდეთ, ვცდილობთ, რომ არ დავხარჯოთ ზედმეტი, ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად ესე შევინარჩუნოთ ჩვენი დანაზოგი, ხო, რაღაც ეს მომენტები არის ფინანსური საკითხებთან მიმართებაში. ვერ გეტყვით, რომ აქ იქნება რაღაცა აქტიური ხელგანელობებით, მაგრამ აქ იქნება ძალიან ისეთი კარგი დახმარება, ესე ვთქვათ, გადანაწილებული ვალდებულებების შესაძლებელია და შესაბამისად, ნახეთ, ეს გადანაწილებული ვალდებულებები საბოლოო ჯამში თქვენთვის არ იქნება, ხო, ცუდი, იმიტომ რომ თუ სხვაც გადაინაწილებს თქვენს ვალდებულებას, შესაბამისად, აქ ფინანსურად თქვენ ცოტა პატარა დანაზოგს გააკეთებთ და ეს თქვენთვის ძალიან, ნუ სასიამოვნო და ნორმალური იქნება. რაც შეეხება პირად ურთიერთობებთან მიმართებაში, აქ პირად ურთიერთობაში საკმაოდ ისეთი აქტიური პერიოდია პირად ურთიერთობაში, აქ ფინანსურთან მიმართებაშიც პირადი ურთიერთობა უფრო ამოვიდა. ნუ აქ მოდით ესე ვთქვათ, პირად ურთიერთობასთან მიმართებაში საკმაოდ სტაბილური, საკმაოდ აქტიური, საკმაოდ სასიამოვნო პერიოდი გელოდებათ მეორე ვარიანტს. ნუ შეიძლება ითქვას, რომ აქ ნახეთ ზუსტად ეს მომენტი, აქ თუ ფინანსურად ვიღაცა იღებს ვალდებულებას და თქვენ გიდგებათ გვერდში, ხო, გეხმარებათ, რა თქმა უნდა, ეს ადამიანია, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია, ხო, რაღაცა პირადთან მიმართებაში. ნუ თუ არ ყავთ აქ, მე ვიტყვი, რომ შემოვა ადამიანი, რომელიც თქვენთვის რაღაცა საინტერესო რესურსით შემოვა, საინტერესო ურთიერთობით შემოვა, რომელიც მოგიტანთ სასიამოვნო მომენტს, თუმცა გეტყვით იმას, რომ ეს ურთიერთობა ცოტა კარმული ურთიერთობა შეიძლება იყოს, ეს ადამიანი არ შემოდის თქვენს ცხოვრებაში მარტო იმიტომ, რომ უბრალოდ რაღაცა ურთიერთობა იყოს, თქვათ, იმიტომ რომ აქ რაღაცა ისწავლოთ ერთმანეთთან მიმართებაში. ნუ ვინც ურთიერთობაში ხართ, ამ შემთხვევაში თქვენი ურთიერთობა არ არის რაღაცა უბრალო ურთიერთობა, საკმაოდ კარმული ურთიერთობა, მაგრამ აქ არის მომენტი, როდესაც ნახეთ ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში არის არა იმიტომ რომ დაგიმძიმოთ ურთიერთობა, არამედ იმიტომ რომ უკეთესობისკენ წავიდეს, ხო? ნუ თუ ხვდებით რომ აქ ტოქსიკური სიტუაცია გაქვთ, მაშინ გეტყვით იმას, რომ ნახეთ, უნდა ისწავლოთ სწორი ურთიერთობა, ხო? სწორი მიმართულება, სწორად დანახვა იმ ფაქტორების, რატო ხდება, როგორ ხდება და ნახეთ, თქვენთვის ეს ადამიანი
არის გაკვეთილი, ესე რომ ვთქვათ, ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს კვირა თქვენთვის არ იქნება რაღაც ისეთი მძიმე კვირა პირად ურთიერთობასთან მიმართებაში, პირიქით, უფრო შედარებით უფრო მსუბუქი შეიძლება იყოს, ვიდრე სხვა დანარჩენი კვირები, ესე ვიტყოდი. რას უნდა ერიდოთ? ერიდეთ რაღაცა ჯახლართულ საქმეებს. ერიდეთ იმას, რომ არ მოიტყუოთ პირველ რიგში, არ მოიტყუოთ, ნახეთ, არ მოატყუოთ საკუთარ თავს. პირველი რიგით ეს არის მნიშვნელოვანი, თორე დანარჩენი სხვა არაფერი ისეთი, აქ არის მნიშვნელოვანი ის, რომ კარგად დააკვირდით ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც თქვენს მიმართ იქნება გამოწვდილი და გაიგებთ, ხო? იმიტომ რომ აქ აუცილებელია თქვენ შესაძლებელია ნახეთ რაღაცა ისეთი მომენტები იყოს, როდესაც თუ არ დააკვირდებით ინფორმაციებს და არ დააკვირდებით იმას, რას გეუბნებათ და ვინ გეუბნებათ, აუცილებლად შესაძლებელია შეხვიდეთ გაურკვევლობაში, ჯიხში, იბრძოლოთ და პირიქით იმის მაგალითად, რომ თქვენ გამოიყენოთ თქვენთვის მოსული შანსები, შანსი ვეღარ დაინახოთ და გეგონოთ, რომ რაღაცა გაუშვათ ხო ხელიდან. ნახეთ, აქ შესაძლებელია იყოს ის მომენტი, რომ აი რაღაცა სიტუაციაში ვიღაცისგან მიიღოთ ისეთი ინფორმაცია, ანუ აი რა გინდა ეს ადამიანი, ან არ გადახვიდე იმ სამსახურში, ან რაღაცა მსგავსი მომენტი, ხო? ხელი შემშლელი ფაქტორები, რომელიც უბრალოდ მე თქვენთვის შეიძლება აღმოჩნდეს ერთი დიდი შანსის, ერთი დიდი ცვლილების და წარმატებული ცვლილების პრობლემა და თქვენ არ გააკეთოთ, თქვენი არ გადადგათ ნაბიჯი, თქვათ, გააქვს სამსახური, რა გინდა ხა რაღაცა კიდე შეცვალო, ან რაღაც რატო უნდა თუნდაც პირად ურთიერთობაში კი ხარ რაღაცა ტოქსიკურ სიტუაციაში, მაგრამ ხო მიჩვეულია ხა ახალი ურთიერთობა და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს მომენტები არის, ამიტომ ეცადეთ, რომ კარგად დააკვირდეთ ყველა ინფორმაციას და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება, ისე დაიწყოთ მოქმედება, იმიტომ რომ აქ იქნება რაღაცა პატარა შინაგანი კონფლიქტების მომენტი, რომელიც მერე შესაძლებელია თქვენთვის გახდეს სანანებელი. ამიტომ კარგად დააკვირდით ყველა ინფორმაციას და ნუ მოიტყუებთ თავს, თუნდაც ნებისმიერ სიტუაციაში, არ აქვს მნიშვნელობა ეს პირად იქნება ურთიერთობა თუ ფინანსური სიტუაცია, იქნება თუ მეგობარი, იქნება თუ ოჯახის წევრი, უბრალოდ ნუ მოიტყუებთ თავს და ნუ დააჯერებთ იმას, რომ თქვენ ხართ ყველაფერში დამნაშავე და თორე ყველაფერი იდეალურად იქნებოდა, ხო? არა, არავინ არ არის დამნაშავე, თუ მით უმეტეს ურთიერთობებია, ორი ადამიანი არის იქ ყოველთვის დამნაშავე. ერთი ვერასოდეს ვერ იქნება ყველაფრის განფუჭებელი. რა გაგახარებთ? მუშაობა, ანუ აქ გაგახარებთ თქვენი შესაძლებელია ეს იყოს თქვენ თავზე მუშაობა, შესაძლებელია ეს იყოს კონკრეტული რაღაცა შემოთავაზებები, მატერიალური კუთხით, რა გაგახარებთ? ნახეთ, აქ გითხარით, რომ იქნება დახმარების ხელი, ზუსტად ეს სიტუაცია. შესაძლებელია აქ რაღაცა მოხდეს ისეთი, თქვათ, ვიღაცამ ახალი სამსახური შემოგთავაზოთ, ახალი რაღაცა პროექტი წამოვიდეს, რომელიც მოგიტანთ ძალიან კარგ შემოსავალს, ესე რომ ვთქვათ, ხო, საბოლოო ჯამში ხა თქვენ პენტაკლები არ არის ცუდი არკანი მატერიალური კუთხით, თვითდაჯერებულობის კუთხით, ხო? და ნახეთ, აქ რა გაგახარებთ, ეს არის თქვენთვის უეცრად შეიძლება, აი რო იქნებით ის მომენტში, რომ აი ეხლა რა უნდა გავაკეთო, ვთქვათ, აქ უფრო მატერიალური კუთხით იქნება სიტუაციები, შესაძლებელია გამოჩნდეს უცებ რაღაცა ის მომენტი, როდესაც მიხვდებით, რომ აი ეხლა მე ამას გავაკეთებ და რა თქმა უნდა, თუნდაც ერთჯერადად ავიღებ, მაგრამ ეს ერთჯერადით ჩემთვის არის რაღაცნაირად საჭიროება და მნიშვნელოვანი, ხო? ვიღაცამ საჩუქარი გამიკეთა, ვიღაცამ აი ნახეთ, გაგახარებთ ის მომენტი, როდესაც თქვენს ცხოვრებაში იგრძნობთ, რომ რაღაცნაირად ყველაზე უიმედო მომენტში თქვენ რაღაცა ისეთი გამოჩნდება, რომელიც კიდევ უფრო მეტად მოგცემთ იმედს და რაღაცა ესეთი ეიფორიას, ესე რომ ვთქვათ, რომ თურმე ჩემს გვერდით არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიმსუბუქებენ, ვთქვათ, ცხოვრებას, ხო, რაღაცა სიმძიმეს და მეხმარებიან, ხო, ნუ აი ეს რაღაც მომენტი. და რჩევა თქვენთვის. რჩევას რაც შეეხება, მე ესე ვიტყოდი, რომ გჯეროდეთ პირველ რიგში აქ არის მნიშვნელოვანი, რომ თქვენი თავის გჯეროდეთ თქვენი წარმატების, გჯეროდეთ იმის, რომ თქვენ შეგიძლიათ და თქვენ ხართ რესურსული ადამიანი,
ეს არის მომენტი, როდესაც უნდა გახსნათ მესამე თვალი, თქვენს ინტუიციასაც უნდა დაეყრდნოთ, იმიტომ რომ ინტუიცია ამ კვირაში თქვენთვის იქნება ძალიან ისეთი კარგად გამოხატული და ბევრ რამეს დაინახავთ, მოდით ესე ვთქვათ, ნახეთ, ბევრ ისეთ მომენტს დაინახავთ, რომელიც შესაძლებელი აქამდე არ დაგინახიათ. ამიტომ დაეყრდნით თქვენს ინტუიციას, ეს ინტუიცია იქნება ამ კვირაში თქვენი წამყვანი და აი შესაძლებელია თქვენმა ინტუიციამ ზუსტად აი ეს რაღაც მატერიალური კუთხით წინსვლა მოგცეთ, რაღაც აი ადამიანები, ვინც თქვენს გარშემო რაღაცას თქვათ გიშლიან ხელს და რამდენად ზუსტად ეს მომენტი, რომ არ ჩაგეკეტოთ თქვენი გზა და სწორად წახვიდეთ, ხო? აი აქ თქვენ ინტუიციას ძალიან კარგი როლი აქვს ამ კვირაში, ესე რომ ვთქვათ და დაეყრდნით თქვენს ინტუიციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის ამ კვირაში, იმიტომ რომ ეს ინტუიციური ენერგიები, რომელიც გექნებათ თქვენთვის, მოიტანს საბოლოო ჯამში ბევრ კარგ ცვლილებას, ესე რომ ვთქვათ. მოკლედ, აი ესეთი გამოვიდა მეორე ვარიანტისთვისაც. მე რა თქმა უნდა ბედნიერებას გისურვებ თითოეულ თქვენთაგან, წარმატებას, საუკეთესო სურვილებით, ბედნიერი და ესეთი მშვიდი კვირა გქონოდეთ. რა თქმა უნდა, გეტყვით, რომ პირად დიაგნოსტიკისთვის უნდა მომწეროთ პირად შეტყობინებაში. მითითებულ ნომერზე, რომელსაც ვიდეოების კომენტით ვთითებ ხოლმე და დროებით გემშვიდობებით.